თუ დიპლომით ხელში გადაღებული ფოტო გაქვთ, გამორიცხული არ არის რომელიმე საიტი თაღლითობის მიზნით რაიმე გამოგონებისთვის გაჯილდოვებდეთ. მაგალითად, გიორგი ორკოდაშვილის ფოტო სამედიცინო თაღლითობისთვის უკვე მეორედ გამოიყენეს. ადრე მას პაპილომასთან საბრძოლველი მედიკამენტის აღმოჩენას, ამჯერად კი ოფთალმოლოგიურ ინოვაციას მიაწერენ. საიტი გაუმართავია და ნებისმიერ მოცემულ ლინკზე გადასვლისას ერთი და იგივე ფოტო ჩნდება, რომელზეც დაწკაპუნების შემდეგაც მომხმარებელი პრეპარატ პროზრენიის ფასდაკლების კუპონს იგებს. ფასდაკლების გასააქტიურებლად კი სახელისა და ტელეფონის ნომრის შეყვანას გთხოვენ. ეს მედიკამენტი მხოლოდ საეჭვო და თაღლითურ გვერდებზე გვხვდება. სტატიაში რეპორტიორის სრულში ნიკა გვარამია. ყველა მოცემული ინტერვიუ კი გამოგონილია. დიპლომიან ფოტოსთან ერთად სტატიაში კიდევ რამდენიმე სურათია, რომელსაც ორკოდაშვილს უკავშირებენ. მაგალითად, ერთ-ერთ ფოტოზე ასაკოვანი ქალია ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. აღწერის მიხედვით ფოტოზე ორკოდაშვილია ბებიასთან ერთად ბავშვობაში. წინანდორეში ფოტო ინტერნეტში 2014 წლიდან იძებნება და რუსი ფოტოგრაფის მიერ სვანულ ქორწილშია გადაღებული. სტატიის ბოლოს კმაყოფილი მომხმარებლების კომენტარებია მოცემული. ეს ანგარიშები ინტერნეტიდან აღებულ ფოტოებს იპარავენ და ქართველ მომხმარებლებად წარმოაჩენენ. თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი თაღლითური საიტებისგან და პერსონალურ მონაცემებსაც გაუფრთხილდეთ. ამის შესახებ დეტალურად მითების დეტექტორზე გაიგებთ.